მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. თბილისი მოგეხსენებათ განებივრებულია საინტერესო საღამოებით, საინტერესო ღონისძიებებით, საჭირო და დასაფიქრებელი ღონისძიებებით და სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ მინდა დღეს გამოშვებაში ვისაუბრო, რომელიც 24 თებერვალს ჩატარდა მწერალთა სახლის შენობაში და რომლის ორგანიზატორიც გახლავთ გამომცემლობა მერანი და სწორედ გამომცემლობა მერანის დირექტორი, ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი ქალბატონი მანანა გორგიშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარი და ასევე საღამო მიეძღვნა იეთიმ გურჯის 150 წლის იუბილეს და ასევე ჩვენი სტუმარი არის პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე ბატონი ერეკლე საღლიანი, რომელიც ისაუბრებს იეთიმ გურჯის შემოქმედების შესახებ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო ერეკლე, თქვენის ნებართვით მანდილოსანს ვთხოვოთ, რომ დაიწყოს გამოშვებაში საღამოს შესახებ და ორგანიზაციის საღამოს ორგანიზების შესახებ საუბარი, რამე თუ მანანა შენ იყავი ადამიანი, რომელმაც შენ იდეაც შენი იყო, იდეაც შენ გეკუთვნის ხელმძღვანელობაც ამ საღამოსი, შენეული ხიბლით და შენეული გემოვნებით და შენეული ხელწერით ლამაზი საღამო ჩატარდა ძალიან. ამის შესახებ სრულიად თბილისი და თბილისის სტუმრები საუბრობენ და აი ხა გისმენ. მოგესალმებით ტელემაყურებელს მივესალმები და პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გითხრათ. იცით, გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ხშირად ვატარებთ ასეთ საღამოებს და სამწუხაროდ ტელევიზიები არ ინტერესდებიან და მხოლოდ ვიწრო წრეში ხდება. ყოველთვის ვიღებთ ფირს, ყოველთვის გვაქვს ჩვენ არქივი, გვაქვს სადაც ინახება ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის დიდი მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით. დიდი მადლობა რომ მოხვედით და ასეთ საღამოებს რო ატარებთ. ვატარებთ შეძლების დაგვარად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული. იეთიმ გურჯი შესრულდა 150 წლის. რა თქმა უნდა უფრო ფართოდ უნდა განხილულიყო ეს და უფრო ფართო სატელევიზიო ეთერიც უნდა დათმობოდა, უფრო მეტად უნდა მიგვექცია ამისთვის ყურადღება, ჩვენ რაც შევძელით გავაკეთეთ. გამომცემლობა მერანმა დაგეგმა და აქედან მინდა კიდევ დიდი მადლობა უთხრა მერიას, რომელმაც დააფინანსა და ასევე სილამაზის სალონი ნეილარტი. რომელიც დაგვეხმარა ამ საღამოს მოწყობაში. ვიფიქრეთ დიდხანს, შევქმენით სცენარი, დაგვეხმარა საღამო მიყავდა იოანე ქართველს, რომელმაც შესანიშნავად წაიკითხა იეთიმ გურჯის ლექსები. და ასევე წაიკითხა იოსებ გრიშაშვილს ჰქონდა საოცარი მოგონება იეთიმ გურჯზე და აქედანაც იყო ამოკრებილი საინტერესო მასალა იყო და ასევე მიყავდა ლექსები წაიკითხა პალიკო ნოზაძეს, ბატონ პალიკოს და ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა. დარბაზი იყო სავსე და ყველაზე კარგი მინდა ვთქვა, რომ მწერალთა კავშირმა დააფუძნა ერთგვარი საჩუქარი იყო ეს იეთიმ გურჯის ენდალმა. რა ზანებთ? რომელიც გადაეცა ამ საღამოს ხელშეწყობისთვის გადაეცათ, ვინც დაგვეხმარა, ვინც ჩვენს გვერდით იყო და ასევე პოეტი მაია კახიძე დაჯილდოვდა იეთიმ გურჯის ენდალმით. ესეც ერთგვარად ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჩაგეჭრებით და მწერალთა კავშირი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყალა გონაშვილი არის, მე არ ვიცი, უსაზღვრო ლამაზი ფანტაზიის მქონე ადამიანი. სხვადასხვა სახის ჯილდოებს აწესებს და შემდგომ ყველაფერს ანხორციელებს. ამისთვის მართლა ცალკე მადლობა ეკუთვნის ქალბატონ მაყალა გონაშვილს. ნამდვილად გიერთდებით, მადლობა ნამდვილად, მაგრამ იცით, გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ
თუმცა აი ამ ყველაფერს თან ახლავს ეს ფარატინა ფურცლები, რადგინდათ, რატომ არიგებთ და იცით ვაიმე რას ვცანებთ როგორც ძალიან მოკლედ ადამიანის ბიოგრაფიაა ეს და ადამიანის ბიოგრაფიაში იწერება ესეთი ლამაზი ფურცლები, აი ამ ფურცლებით, რომელსაც თურმე ზოგიერთები ფარატინას ეძახიან. ეს ფასეულობების სწორი დალაგება უნდა არსებობდეს საქართველოში და ცოტა გული დამწყა და ეხა როგორ შეიძლება მაყვალოგონაშვილის მიერ ნაჩუქარი ფარატინა უწოდო. ხო, ნუ თუმცა იყო შემთხვევები რომ აბა თანხა რამდენია. ამას თავი დავანებოთ ეხა ამ თემაზე. არ გვინდა საუბარი, მაგრამ იცით რა მინდა გითხრათ, ყოველ ჯერზე, როდესაც აი ეს ფარატინა ფურცლები, ეს დიპლომები რიგდება, ისეთი სიხარულია, ვისაც მივაკუთვნებ და ისეთი ემოცია მოყვება ხოლმე ამას, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. იმიტომ რომ აი დღევანდელ ყოფაში, როცა ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვიჭირს და აი არ ვლაპარაკობთ, არ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, ხო? მაგრამ თუ კი შეგიძლია, თუნდაც ერთი ადამიანი გაახარო აი ამ ჯილდოთი და ამას მერე მოყვეს მისი, ალბათ კარგახანს გაგრძელდება ის სიხარული, რომელსაც მივანიჭებთ, ხო? ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს და დაფასებაა ეს. რა თქმა უნდა, ყურადღება ის რაც აკლია არა მხოლოდ მწერალთა კავშირს და მწერლობას, ხელოვნებას, ხელისუფლების მხრიდან. ისე კარგ თემას შეეხება ამ ხელოვნებაზე მე აუცილებლად ვისაუბროთ. მოდით ახლა ბატონო ერეკლე, ეთიმ გურჯი და თბილისი. აბა, გისმენთ? თბილისი და ეთიმ გურჯი. მე დავიწყებდი დიდი რეჟისორის. უკვე მივხვდი. თბილისში დაბადებული სერგო ფარაჯანოვის კი ბატონო. როცა კითხეს ეროვნებით ვინ ხარ თქვენ? სომეხი თუ ქართველი? მან უპასუხა თბილისელი. თბილისელი ცალკე პროფესიაა, ხო ამბობთ. უკაცრავად თბილისელობა ცალკე პროფესიაა და სრულად ვეთანხმები. მაგრამ თბილისელობაში როგორც ზოგიერთი დებს ხოლმე იმას, რომ თბილისში დაბადებული, მე ნამდვილად გეოგრაფია არაფერ შუაში არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლება ზუგდიდში, მესტიაში დაბადებული კაცი ყველა ჩვენი სამშობლო არა. რას ბრძანებთ, ყველა ჩვენი სამშობლოა. მაგრამ თბილისელობაში აი მე მგონი ამ დიდმა რეჟისორმა იგულისხმა რა. თბილისი ეს გახლავთ ქალაქი, რომელიც სიკეთით ხარშავს ყველაფერს, რაც ამ ქალაქშია. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები და ასე შემდეგ. ეხლაც ასეა. იმ სიძლიერით ვერა, მაგრამ მაინც არის. და მე ერთ პატარა ამბავს გავიხსენებ, რაც შემემთხვა კარფურში. გამომეცნაურა უკრაინელი გოგონა. საოცარი ხალხი ხართ და საოცარი ქვეყანაო. რატომ მეთქიდა? სადაც რუსს ვნახავდი, თავს ვესხმოდი ყველგანო. აქ ვერ ვეჩხუბებიო. ის კი არა, კიდევაც დავეხმარეო. წაიქცა ხანდაზმული ქალი რუსი და ავაყენე ფეხზეო. ჩხუბის სურვილი გამიქრა. აი ამ თბილისში. გასაგებია ეს დიდი მადლობა მას ამისთვის, მაგრამ წაქცეულს მტერს ააყენებს ადამიანი და ეს რატო აღნიშნა მაგას ვერ მოვიდა. არა, აღნიშნა, იმიტომ რომ ვესხმოდი თავსო, სადაც ნახავდიო. და ამაში დაინახა მან თბილისის დამსახურება. მე ახლა განვავრცობდი ამას. ეს დიდი კულტურა, რომელიც თბილისში იქმნება, შალახო სომხური ცეკვა. მაგრამ ქართველი რო ცეკვავს, ისე სომეხი ვერ ცეკვავს. აღარ არის.
უკვე ქართული. ანუ რა ხდება? ითვისებს ამას ყველაფერს, ხარშავს თავის წიაღში და მოაქვთ მერე ჩვენ. და მისეულ ხიბლს ძენს. კი, ძენს და მერე იყო ერთი პერიოდი, მე მახსოვს, ეს არის 80-იანი, 90-იანი წლები. მთლიანად უგულველყოფ ამ კულტურისა, რასაც ქვია ყრაჩოღელები, კინტოები, ვერ ხელყოფ ამას. არა, რა თქმა უნდა. როცა შენ არც უნდა მოინდომა. რამეს ხელყოფ, ამით უკვე ისტორიულ მეხსიერებას პოპმერ. არ შეიძლება ეს. და რა მოხდა აქ? მოხდა ის, რომ აი ეს თბილისის მადლი, სიკეთე, ყველაფერი ეთიმ გურჯმა, როგორც აშუღმა პოეტმა გადმოცა ეს ყველაფერი. ახლა საინტერესო რა არის? ლექსის წერის წესკანონებს დიდად არ იცნობდა ეთიმ გურჯი. დიდად გაცნობიერებული არ იყო. მაგრამ აბა მოვიდეს განსწავლული პოეტი და გვერდით მოუდგეს. და თქვას ესეთი რამე წყალში ვდგავარ ცეცხლი მიკიდია. ეგ არის უკვე ბუნებრივი ნიჭი. ისე რატო ხდება ბატონო ერეკლე არ დაგავიწყდეთ საცმელი ისე მანენა შენგანაც მაინტერესებს რატომ ხდება რომ აი ეს სუფთა ფურცლიდან რაც გულისხმობ ეხა კანონების არ მცოდნე ხელოვანები უფრო დიდს ქმნიან ვიდრე აი ხა მომიტევოს კანონების მცოდნეებიც დიდს ქმნიან მაგრამ გამოირჩევიან თავიანთი ინდივიდუალურობით შეზღუდულები არ არიან და იმიტომ იხსნებიან არაფრით არ არიან შეზღუდულები თავისუფალი არიან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა დღეს Facebook-ზე სასწაული დარელექსები რო იბეჭდება და ხბოსახტაცებით რო ხდებიან გენიალურია საოცარია მე ამბიცია უჩდებათ მე უჩდება იმას ამბიცია ეგ ხა გემოვნებიდან გამომდინარეა ხა ის არ გვინდა ეს Facebook-ი არ შემოვიყვანოთ ჩვენ გადაცემაში რატო ეთიმ გურჯი რასაც წერს იმიტომ კი არ წერს რომ ვინმეს თავი მოაწონოს წერს თავისთვის წერს აქიდან წერს იმიტომ რომ არ შეუძლია სხვანაირად ეგაა განსხვავება როცა შენ ყელყელაობას იწყებ პოეზიაში და პროზაში ღირებულს ვერაფერს ვერ შეკ. ეთიმ გურჯი ამით არის მნიშვნელოვანი. აგერა ეს ერთ პატარა ლექსს გეტყვით მე. მზეს ველოდი მისმა გივრად. ხედავ თვარე გამოსულა. სადაც რომ ვარ დიდავთ ესე იქეკალი ამოსულა გენიალური. გენიალური. და ერთიც ის რომ 150 წლის მერე რომ დღესაც იმღერება მისი სიმღერები, მისი შემოქმედება ხო მთლიანად სასიმღერო იყო. კი არ იმღერება. დროს გაუძლო, დროს გაუძლო, ეთიმ გურჯის ლექს მიყავ ხარ სიმღერასთან. ხო, და დღესაც მღერიან. თვითონ ჩაგჭიდებ, ჩაგავლებს ხელს და პირდაპირ სიმღერასთან მიიღოს. ღერიან რა თქმა უნდა. ისე როგორც ჩვენ ქალაქს სიკეთის მავალ გზაზე გვატარებს მუდმივად თბილისში. არ შემიძლია არ აღინიშნოს აგრეთვე აი იმ დღეს როგორ დამშვენა ბატონმა ელდარ ქსოვრელმა ეს ეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი ორი სიმღერი საღამო. სულ მეგონა რომ ეთიმ გურჯი მანენა ქსოვრელები იყვნენ თქვენთან. აი მომიყევი ხა როგორ ეს ქსოვრელები მე ბავშვობიდან ძალიან დიდ პასტივს ვცემ ჯერ ბებია ჩემი გიждდებოდა მაგაცა და ნუ ყველა მთელი ოჯახი რაზეა საუბარი. ვიცი რომ ადვილად არ თანხმდებიან. აი როგორ მოახერხე?
იეთიმ გურჯის სახელი ვახსენეს და დამთავრდა იქ რა თქმა უნდა იეთიმ გურჯის საიუბილეო საღამოზე აუცილებლად მოვიდოდნენ და მართლა საოცრად გაალამაზეს აი თავისთავად ისე როგორ მოიხო მაგათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს ზუსტად იმიტომ რომ ხო თავისთავად ცხადია იეთიმ გურჯის 150 წლის იუბილე ქსოვრელების გარეშე როგორ შეიძლებოდა ჩაგვეტარებინა და დიდი მადლობა მინდა მათაც უთხრა რომ მოვიდნენ იმღერეს და გაგვილამაზეს საღამო მეც მინდა რომ ჩემ გადაცემაში მოვიდნენ და მე მგონი მოხალთ კიდეც იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის თანამშრომლობა და აქვე გთხოვთ რომ მობრძანდეთ და მე დაგიკავშირდებით და შევხვდეთ ჩემს უსაყვარლეს სტუდიაში ერეკლე მოდი ერთი ლექსი კიდე წაგვიკითხეთ ბატონო ერეკლე მე ბატონ ერეკლესთან ერეკლეთი ვარ და არ გაგიკვირდეთ რა ვქნა ჩემი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე აბა ბატონო ერეკლე წაგვიკითხეთ ერთი ლექსი კარგი იყო არ გამეცან თავიდან შუა ზღვაში გადამაგდენ დავიდან ჩემი გული შენ დაყოდე დახიე ხელებს ითბო ცეცხლის ალში გამხიე ბრავო სულ არ გესმის ჩემი წერა კითხვები რად მიყვარხარ რატომ არ მეკითხები სიმღერა რომელ საჯულს თხოვო სამართალია ვის შევჩილო რუსთაველი მკვდარია აი 150 წლის შემდეგ ბოდიშმან 150 წლის შემდეგ ეს რომ ეს ლექსი ყველა მიცის აი როგორც კი დავიწყებთ ყველა ავყვება და ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ცოცხალია და ასე იქნება კიდე მრავალი 150 წელი ნამდვილად ქალბატონო მანანა მე ჩემდა საბედნიეროდ ვიყავის ბედნიერი ადამიანთაგანი ვინც ეს გენიალური სპექტაკლი ნახა სადაც ეთიმ გურჯის როლს ირაკლი ქართველი მსახიობი ბატონი ირაკლი უჩანეიშვილი ასრულებს და ხო განებიურებული ვართ მის მიერ შექმნილი მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული ეგეთი არაფერი შეუქმნია და პლუს როგორ კითხულობს ლექს ეთიმ გურჯის აი ეს არის კლასი ეს არის ნიმუში როგორ უნდა ტემბრი ქონდა სასწაული. როდესაც მუშაობდით ღონისძიების ჩატარებისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა მოვიძიეთ ეს სპექტაკლი. ამის გარეშეც რა თქმა უნდა როგორ შეიძლებოდა ჩაგვეტარებინა და მე მინდა ეხლა აქედან მადლობა უთხრა ჩვენ ხუმრობით მემატიანესაც ვეძახით ხოლმე ნიკო ბაღაშვილს. კი, ნამდვილად მეც მადლობას რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ძალიან მწირი შესაძლებლობა აპარატურის თვალსაზრისით, კამერა, მაინც ახერხებს, რომ ეს ყველაფერი გადაიღოს. ერთ-ერთი ის ფასეულობები, რო ვთქვით, ადამიანს დაალაგებული აქვს ფასეულობები, იცის. ხო, რა არის ფასეული და ღირებული და მერე არის მშრომელი და უყვარს თავისი საქმე, რასაც აკეთებს მე მინახავს. ბატონი ნიკო ღონისძიებაზე მთელ გულს დებს იმაში და სიყვარულს. და სანამ დავიწყებდით ღონისძიებას, გავაკეთეთ 5-წუთიანი პატარა ფირი, რომელიც იწყება ჰამლეთ გონაშვილის სიმღერით, იეთიმ გურჯის. იმას ცოტა ხანში ჯერ არა, ცოტა ხანში შევთავაზებთ მაყურებელს. და კარგია რომ მაყურებელს შევთავაზებთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა პატარა ხარვეზე კონდეს ხარისხის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჯერ ფირი ძველია სპექტაკლის და ამოვიღეთ ის მონაკვეთი, სადაც ირაკლი უჩანეიშვილი კითხულობს. ბატონო ერეკლე, როგორ ეტყობა რა ყოფილი ტელევიზიის წამყვანი და რუსულად უნდა ვთქვა, ტელევიზიონშიკია. აი, ჩემი სათქმელი მან ხომ არა, სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო, ხა ჩემმა მეგობრებმა ყველა მიციან ასაკს არა აქვს, ანუ ასაკით აბსოლუტურად არ ვართ განსხვავებულები მე და მანანა, მაგრამ არის ჩემი მასწავლებელი ჟურნალისტიკის. რო იცოდეთ. ეხა გისმენთ, ასე რომ პირდაპირ ეთერში ვუხდი დიდ მადლობას მანანა გორგიშვილს. აბა გისმენთ. და მე მაგალითად აი პირველი შეხება როგორ იყო ჩემი ეთიმ გურჯთან. გამარჯობა
ჩემო თბილის ქალაქ. კიდე ერთი ლექსი რომელიც შენი ზეპირანიცის ყველა დაკარგული შვილი მოვედი. აი რა იყო ჩემთვის? რამდენი წლის იყავით პირველი შეხება არა უბრძანა? რა ვიქნებოდი მეოთხე კლასში ალბათ. მაგრამ აი ესეთი ზემოქმედება იყო გურამ დოჩანაშვილს აქვს გენიალური მოთხრობა კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. როგორ ხდებიო კარგ და ცუდ ნაწარმოებს? აი კარგ ნაწარმოებს რო წაიკითხავ უნდა დაგაჟრიალოს. ეს უკვე ნიშნავსო რომ ნაწარმოებმა თავის როლი შეასრულა. მეორე ჩვენი მეგობარი აცხონოს ღმერთმა პაატა ხელაშვილი უკეთი უშობილესი ადამიანი რუსეთში ყო სტუმრად. კარგ ოჯახში მოუხდიო. ხოდა გადამყნენო კაცო, მარა რო შეთორა მას პინძელი დამიწყო ჩხუბიო. რატომ გარბი ხარ ჩვენგან? რით ხართ ჩვენზე უკეთესი? მაგალითად შენ რით მჯობი ხარ მეო? ბიჭო ეუბნები არაფრითო. არ მომასვენაო რა. მაშინ თხოვე მოდი წაიკითხე თქვენი პოეტის რომელიმე ლექსია. წაიკითხა პუშკინის ზამთრის საღამო. ღმერთმა იცოდეს მე არც პუშკინს ვაკნინებ, არც იმ უბრწყინვალეს ლექსს, დიდებული ლექსია. დაამთავრეო კიო, დავიწყე მე აქედანო. კარვის კალთა ჩავლასული, ჩავჭერ ჩავა კარაბაკე და დამაკარა ბურცქელებმა. ამას ხედავ, აი ამით ვარ შენზე მეტია. ეთიმ გურჯი ბევრ პოეტზე აი ამ ბურცქელებით ამი. არა, თავისთავად ახლა შემოქმედებანი უნდა შეგძრას. წერა რა გამახსენდა, იცით? თბილისელი როგორ უნდა მიხვდეო, აი თბილისელი, შინაგანად თბილისელიო და პულსზე უნდა მოკიდეო ხელიო, თბილის რო უხსენებ, თუ აუჩქარდა ისო თბილისელია, ხო? ჩვენ ხო ვთქვით რომ იეთიმ გურჯი იყო სიყვარულის მომღერალი. მართლაც მისი ყველა ლექსი სიყვარული თითქმის ყველა და იცით რა არის საინტერესო? თანამედროვე ახალგაზრდობასაც ასე უყვარს იეთიმ გურჯი, იმიტომ რომ საერთოდ პოეზიაში ხო ლირიკა უფრო მეტია და სიყვარულზე დაწერილი რამდენი წიგნი გამოვიდა ხო კრებული. აი ახალგაზრდების მაინტერესებს, იმიტომ რომ იმ ღონისძიებას ესწრებოდა ახალგაზრდა. ეგ უნდა მეთქვა, ხო ესწრებოდნენ, მაგრამ თითოეულა მე აი ზოგადად მაინტერესებს, რომ იმიტომ რომ ეს სიტყვები რომელსაც მე ვისთანაც მაქვს შეხება იმათ უყვართ. ხო, ეს ძალიან მე ნამდვილად ვიცი რომ უყვართ. და აი რა შეიძლება გაკეთდეს? ეხლა კარგ თემას შეეხე, რა შეიძლება გაკეთდეს? რა უნდა გაკეთდეს და ჯერ ერთი ისევე შევიდეს იეთიმ გურჯი მასში, როგორც დავშვათ. ძალიან მოკლედ ვიტყვი. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც გავიზარდე სკოლის მერხიდან, გავიზარდე ტელევიზორს ჩავთავდი და მწერალი იყო და ლექსებს კითხულობდა, იყო პოეზიის 5 წუთი და ვეცნობოდით პოეტებს, ასევე იყო გადაცემები ჩვენ რედაქციაშიც ძალიან ხშირად ყავდა მოწვეული მწერლები. არ იყო ასეთი ამდენი სერიალები და განსაკუთრებით თურქული სერიალები და იყო გაჯერებული აი ამ თემით. დღეს სად არის ეს? ჩვენთან არის. ჩვენთან არის. არის ნამდვილად და სკოლებში ისწავლება იეთიმ გურჯი, არ ვიცი. არ ისწავლება, ხო? არა. არ ვიცი. არის აი როგორ უნდა გაიგოს ახალგაზრდამ ჩვენ გადაცემას ნახავს ალბათ გარკვეული რაოდენობა ხო მაგრამ აი როგორ უნდა მივაწოდოთ მათ ეს ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ განათლების სამინისტრომ რომ წიგნებში შეიტანოს ეს ლექსები აი ეს არის ალბათ პირველ რიგში გასაკეთებელი ისა რატომ უნდა გვიწევდეს ამ თემაზე საუბარი ნამდვილად არ უნდა გვიწევდეს სამწუხაროდ განათლების სამინისტროში მართლა როგორ შეიძლება იეთიმ გურჯი არ უნდა იყოს
იცით რა, გოგებაშვილი ხო არის? განცდა მაქვს მე პირადად, რომ აი 150 წელი გავიდა და ჩვენში ცოცხლობს და ჩვენ ზეპირად ვიცით, ჩემმა თაობამ ერეკლე, აი დამეთანხმები, ჩვენმა თაობამაც იციან. შეიძლება ჩვენს მერე თაობამ კიდე, მაგრამ თანამედროვე თინეიჯერებმა, აი ეს არის საინტერესო. თინეიჯერებმა რაღაც გზა უნდა გამოინახოს აუცილებლად. მე ჩემ შვილიშვილებს ვკითხე. უფროსები არიან უკვე 20 წლისები არიან და 17 წლის არის და არ ვიცითო. არ გაგვიგიაო. რომ ვემზადებოდი ამ მზადების პროცესში მქონდა ლექსები წაუკითხე და რა კარგი ყოფილაო. არ იცოდნენ. აი ამიტომ ამბობ. ხო წაუკითხე და კარგი ყოფილაო. ეხა ის მეგობარს ეთყვის და გავრცობას დაექვემდებარება ეხა, ხო? თედა ეს რა კარგი ლექსი ყოფილა სიყვარულზეო. წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია. ბიჭია ჩემი უფროსი შვილიშვილი და მოეწონა ძალიან. რა კარგადა გამოყენებული ცხონებულ ლადოვასათია. არაჩვეულებრივი. რა გაიფუჩქნე წინანდლის ვარდო, როგორა გამოყენებული. ხო და აი ჩვენ ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ ეს. რა მოიღერე სამღერლად ყელი, დარდი ვარ მარტო, თავდი ვარ მარტო. და ეთიმგურჯი სიმღერას ბაეცვერი ყავში ვდგავარ ცეცხლი მიკიდია იციან ახალგაზრდებმა როგორ მივაწოდოთ აი მე იმას წუხარ ზუსტად რომ ტელევიზია პოეზიის 5 წუთი იყო ყველა გადაცემებს შორის და ამას ვისმენდით და რაც მოგწონდა მახსოვს დღემდე ხო აი თანამედროვე ახალგაზრდებს თინეიჯერებს არა აქვთ ამის საშუალება Facebook-ზე რაც თქვა ერეკლემ ნამდვილად ასეა ამას ვერაფერს ვერ შევცვლით ხო ასე იქნება ალბათ და ასეთ ადამიანს მე ამბიცია უჩდება და მე გენიოსი ვარ ჩემი ლექსები შედევრებია რას ვერაფერს ვერ ვიზავთ ხო და აი ახალგაზრდებს როგორ მივაწოდოთ პირველ რიგში ალბათ გემოვნება უნდა აუმაღლოთ ხო სკოლამ უნდა გააკეთოს ეს პირველ რიგში ოჯახმაც რა თქმა უნდა და სკოლამ და მანანა კითხველი აღარ დარჩა. ესეც სამწუხაროდ. ეგ არის ყველაზე დიდი უბედური. კი. შემფასებელი აღარ. კი, სამწუხაროდ. ახლა თვითონ ეთიმ გურჯთან დაკავშირებით. მოდით, ვიდრე ეთიმ გურჯთან დაკავშირებით რაღაცას ვიტყოდეთ. ბატონო ერეკლე, თუ შეიძლება ერთი პატარა ლექსი კიდე წაგვიკითხეთ, ვნახოთ ვიდეო და შემდეგ დავუთმოთ დანარჩენი დრო. აქ ამორ ხაზს იმხელა დატვირთვა ახალ ტანჯვის გზაზე გაվել საჩივლელად საში წაվել უღრმესი მადლობა ანუ დედამიწაზე ვერ იპოვა სამართალი კაცი მიდის საში რო ღმერთთან იჩივლოს მოდით ახლა გავუშვათ ჩვენი ვიდეო ეთიმ გურჯის შესახებ და შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში. Sitkas getris gorgi Arskala bebit Moy khato Oh
19 საუკუნეს გავჩნდი მეოცეში სტუმრად დავალ ქართულ სიტყვას სულ გავლექსავ სანამ სამარეში ჩავალ სიყვარულის მგოსანი ვარ მელექსიარ დამგლებია სულ მზად ვიყავ ვიც რამთხოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა ნახე ეთიმ სიყვარულმა რა გიყო ჩიქის მაგიერ ხელში ვარდი დაგაჭერი გალამაზია სისხამდილით ორთა ჭალაში შენთვის დავკრიფე ჯერ დილის ცვარი ნასფურცლებზე არ შეშრობია როგორც ჩემს ლექსებს ცრემლების დენა რას დარდო ბეთი ჩემს თავსავს სტირი უშენობით რა ეშველება ნესაბრალო შენი ღირსი განავა რიდაგნიშნო ბეჭედიც რომ არ არის მე შენი ლექსი მირჩევნია სხვების ჩინმეთე მიჭირიმე ჩემო ხატო ჩემო ღმერთო შენ სურათზე ცანთლად ვენთო გთხოვ წყალობა გაიმეტო ლამაზების პრეზიდენტო ლამაზი ვარ და კიდეც მიხარია ერთი ვინმე დამიხია ძალიან ვერ კურნავენ რაც ექიმნი არიან ეთიმ გურჯო შენთვის არ ამცალიან მე მიყვარხარ გატყობ შენ გეზარები შორიდან მწვალ ახლოს არ მეკარები ცნობის დღიდან მიმიხურე კარები გარე გარე თვრალი დავიარებ ბევრი იწვის ჩემს სახელის მენაზე მოჩვენება ვარ ქვეყნისა სცენაზე ერთი ძლიერ დამიჩაგრავს ყველაზე ეთიმ გურჯსა ვაწერი ვარ ენაზე კარგი იყო არ გამეცან თავი და შუა ზღვაში გათამაგდე ნავიდან ჩემი გული შენ დაკოდე დახიე ხელებს სითბობ ცეცხლის ალში გამხვიე ეთიმ გურჯო წარაცრემლი დინამე მოგიშალე სახლი კარი ბინამე ხნიერი ხარ სად შენადა ვინამე სულ არ გესმის შემი წერა კითხვები რატომ მიყვარხარ რატომ არ მეკითხები მე მაისის ყვავილივით მშვენი ვარ ეთიმ გურჯო შენთვის ცეცხლის გენი ვარ არ დამყევი ბოლოს მაინც შენი ვარ აი ნეტავ მოხდეს თეთრი კაბა ჩემზე შავად შაგეგებოს მე ახალი დარდი მიყიდია წყალში ვდგევარ ცეცხლი მიყიდია ძალიან დიდი მადლობა და გისმენთ ბატონო ერაკლი ნუ პირველ რიგში კიდევ ეთიმ გურჯთან რა ხდება თვალში იწვევს პირდაპირ ბრძოლაში გამოწვევებს რომელიც ცხოვრების გზაზე ხვდება მას ეს არ არის კაცი რომელიც ჩაკეტილია თავის სამყაროში და მეფედ გრძნობს იქ თავს ანუ მისი სიკეთე მისი სიყვარული ეს არის გადამდები მაშინ ვერც იქნებოდა და ვერც დატოვებდა ამ ხელს შემოქმედება და თუ ვინმეს შეიძლება უწოდო სახალხო პოეტი ეს არის ეთიმ გურჯი სახალხო პოეტია ანუ რა მოხდა კიდევ აქ
მოხდა ის რომ თითქოს ახლა დიდი განათლება რომელიმე პრესტიჟული სასწავლებელი მას არ დაემთავრებინა მაგრამ ბუნებამ რაც მისცა აი ამას ისე ალალად გულწრფელად ხარჯავს რომ ის სიალალე გირჩევნია შენ მრავალთა და ბატონო ერეკლე თავარი ადამიანისთვის განსაკუთრებით შემოქმედისთვის არის სიმართლე გულწრფელობა და სწორედ ეს არის იმ დიდი შემოქმედთა ხიბლი და ხელწერა რატომაც გვიყვარს და რატომაც გვახსოვს და ჩვენ დაუნებურად ვიმახსოვრებთ მათ შემოქმედებას რომ ისინი მართლები არიან კი ბატონო რა თქმა უნდა არის ტყუილს არის ძახიან თავარი რამ და ბოდიში რა გინდოდა მანა 150 წლის წინ დაიბადა იეთიმ გურჯი 150 მე იცხოვრა და რა მაინტერესებს იცი მე მგონი ისევე როგორც ფიროსმანს მასაც აღიარება სიცოცხლეში არ ქონია ისეთი როგორიც დაიმსახურა მხოლოდ აი 150 წლის მერე მისი გარდაცვალების მერე გაიცნო ხალხმა და შეიყვარა ოღონდ მანანა ერთი რამ უნდა ითქვას და ფიროსმანის მასშტაბის მაგრამ ფიროსმანიც არ იყო სიცოცხლეში აღიარებული ისევე როგორც იეთიმ გურჯი. რა მინდა იცი ვთქვა, ის რომ შემოქმედებას დრო გამოაჩენს. მაგრამ ფიროსმანი ორმა ადამიანმა მაინც აღიარა გენიოსად. ესენი იყვნენ ძმების დანებიჩები. ეთიმს ეს არ ღირსებია. არ ღირსებია სიცოცხლეში აღიარება. ფიროსმანს უთხრეს პირდაპირ შენ დიდი მხატვარი ხარ. ფიროსმანზეც არის სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის გენიალური და ეხლა კიდე ერთი გულის ტკივილი მინდა ვთქვა ჩემი გვაქვს ხომ იეთიმ გურჯის სპექტაკლი გვაქვს ფიროსმანზე სპექტაკლი ძალიან კარგი სპექტაკლები შენახულია კიდე კარგი არქივში არსებობს ხო შეიძლება ტელევიზიებმა გაუშვან რომ აი რაც თქვი მე რომ თინეიჯერებმა არიციან ტელევიზიებმა გაუშვან ერთია ბიჭო დადგი რაგიშლის არა დადგმას კიდე ათამაშეს ახალგაზრდები ახლა ყველა უჩანეიშვილი მეღვინე თუხუცესი ვერ იქნება მაგრამ ბიჭო არა გაშვება უფრო ადვილია ტელევიზიის ვიდრე დადგის სპექტაკლი ის მაინც ცოცხალია ეხა ელემენტარულად რო გამოვითხოვოთ არქივიდან რომელიმე არქივი იქ თანხაა გადასახდელი ძალიან დიდი თანხებია გადასახდელი ვისაც აქვს არქივში იმათმა გაუსვა ქართული მულტფილმები გავაკეთოთ აი ხა ხმამაღლა ვამბობთ ამას რომ ტელევიზიებმა უნდა გაუშვან ეს სპექტაკლები ძველი ვოდებილები მე როგორც ვიცი ესეც არის კი როგორ არ არის იმისი არ იყოს ქართული მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვები განარიდეს ჩემი შვილები გაიზარდნენ ამ ფილმებზე კი ყველა გაიზარდეთ ეხანდელი ბავშვები განარიდეს და ეს მე მგონი სპეციალურად ხდება იგივე უაზრონა იგივე ჩხიკვთორწილი რა ვიცი რომ ცისფერი მელია ესენი არის ერთ ადგილას და რომ მოითხოვოს დაუშვათ სხვა ტელევიზიამ გაშვების უფლება არ აქვს, უნდა გადაიხადოს თანხა და იმ შემთხვევაში გააშვებინებენ და თვითონაც არ უშვებენ და ამიტომ ბავშვები უყურებენ ეხა ყველა მომიტევოს, მაგრამ რაღაცა სიმახინჯეებს ამ ბოლოს და ტელეფონში ეხლა უკვე ყველას ტელეფონი უჭირავს, უყურებენ რაღაცას, რას უყურებენ, მეც არ ვიცი, რამდენჯერმე შევამოწმე და ვერაფერი ვერ გავიგე. თვალისა და აქვს იმ თოჯინას და იმ ვერ გაიგებ და ნუ მერე იტყვიან რომ ეს გაღიზიანებული თაობა მოდისო და მადლობა ღმერთს რომ კაი თაობა მოდის კიდე ეს ჩემამდე არ დადის მართლა ქართული მულტფილმი რატოა ჩაკეტილი 9 კლიპში ახალი მულტფილმები არ იქნება ძალიან ცოტა თითოეულა და იმ ძველსაც არ უშვებენ სამწუხაროდ და თურქულ სერიალებს და თუნდაც არჯობია გაუშვა ნუ ავწდები არა ხო და ეგ უნდა მეცვა აბა გისმენ აი ერთი ლექსი რად მორთულ ხარ შავად ჩემო დედაო რად დამტირი წარეთ საფლავ ზედაო მიწაში ვარ
თვალით ვერ ამხედაო ქვადა ლოდი მაფარია ზედაო ანუ კაცი დგას სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე გადის აი ამ გზას გადის და შემდეგ გახსენდება აქ ერთი ნიჭიერი ქართველი პოეტის ლექსი ეს ქვეყანა ის ქვეყანა ერთი გადაბიჯება მართლა ერთი გადაბიჯება და ამას გრძნობს ეს ეთიმ გურჯი და რით გრძნობს იმ თავისი დიდი ნიჭიერებით რომელიც მიეცა მას უფლისგან ახლა ეთიმ გურჯის გარემოცვაზე არ ქონდა დამთავრებული რომელიმე პრესტიჟული სასწავლებელი მაგრამ აშუხთა სკოლა ქონდა მას გავლილი იქ იყვნენ ცნობილი თქმელები ბევრი უარყოფითადაც იყო ეთიმისადმი იმიტომ რომ ხალხს უყვარდა მისი ლექსები ეს შურს ბადებდა მათში მაგრამ დიდი სკოლა გაიარა და წერს ერთ ლექსში ეთიმ გურჯი შემოგწყრებად თუ წავიდა აღარ მოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა ანუ რა იყო ახლა საიათნოვა იცოდა მისი ფასი ეთიმა ბრწყინვალე პოეტია აშუღი გახდა სამენაზე წერდა ქართული სომხური აზერბაიჯანული მაგრამ მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანულადაც სომხურადაც გენიალურმა თარგმნელმა ზეზვა მედულაშვილმა თარგმნა მაინც ქართულად დაწერილი ლექსების საიათნოვასი არის ბევრად უფრო ძლიერი რატო იმიტომ რომ აი ამ თბილისელობის მადლს და სიკეთეს საიათნოვას გრძნობს ისევე როგორც ეთიმ გურჯი და რა მაინტერესებს მანენა მოგონებებიც იყო ხო მე სამწუხაროდ არ ვიყავი ვიცით მიზეზი მოგონებებით აი რამის ხო არ გაიხსენებდით მოგონებებიდან შემოქმედების მიღმა მანენა აბა მითხარ ღარიბულ ოჯახში ცხოვრობდა ეთიმ გურჯი ეთიმ ნიშნავს ობოლს გურჯი ქართველს ესე იგი ობოლი ქართველი იყო მისი ფსევდონიმი და მე როგორც ვიცი ღარიბულ ოჯახში ცხოვრობდა გაჭირვებაში გვარი დაბღიშვილი მაგრამ რაც ნიშნავს ახლა დაბღი დამუშავებული ტყავი მისი წინაპრები იყვნენ ტყავის დიდი ოსტატები როგორც ვიცი თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები დეპორტაციით თურქეთიდან წინაპარი არა ტაო-კლარჯეთიდან რომელიც თურქეთს უკავია ხო მესხები არის დაბღიშვილები კი ხო ტაო-კლარჯეთი მაგრამ არ დარჩა შთამომავალი სამწუხაროდ და აი მეგობრებიდან გარემოცვიდან რაიმე არსებობს აშუღები მეგობრებიდან ეხლა ყველა ახსენებს კაცო უშანგის სვანი ფიროსმანთანაც მეგობრობდა ეთიმ გურჯთანაც მეგობრობდა თვითონ სვანებმა ვერ გავარკვიეთ ვინ იყო გვარი არ იცით არ არის ცნობილი მაგრამ უდიდეს პატივს რო სემდნენ ამ კაცს ყველა ეთიმ გურჯის მეგობარი იყო მეგობარი ყველასი ამათი და მერე რას პირდებოდა თურმე ფიროსმანს თამარის საფლავი უნდა გაჩვენოს სვანეთში ანუ სვანეთშიაო თამარის საფლავი იქ არისო სახეობებიდან ვინ ყავდათ მოწვეული პალიკო ნოზაძე რომელმაც წაიკითხა ძალიან კარგად წინვალეთ წაიკითხა და მეტი არავინ
ის წამყვანი ხო? წამყვანი იოანე ქართველი, კი, რომელმაც შესანიშნავად წაიკითხა ლექსები, კი. მას მიყავდა იოანე ქართველს და პალიკო ნოზაძეს. იყვნენ გამომსვლელები, ბატონი რეზომიშველაძე საოცრად გამოვიდა, ბევრი რამ მოიგონა, ლექსით წაიკითხა. თუ გახსოვს. მას არ ქონია ნაცნობობა. არა, მას არ ეკნებოდა, მაგრამ წაკითხული. რა ისი კონტაქტი ასევე სიტყვით გამოვიდნენ ვანო ჩხიკვაძე გამოვიდა, მაია კახიძე გამოვიდა, რომელმაც საოცრად საკუთარი ლექსი წაიკითხა მიწვნილი ეთიმ გურჯისადმი და ბატონი ერეკლე. ბატონი ერეკლეც საოცრად კარგად გამოვიდა ისევე როგორც დღეს. და ქალბატონმა მაყვალამ გადასცა ეს ლამაზი ჯილდოები. დიახ. აბა ერთი ლექსი წავიკითხოთ კიდე და მე მოგონებებს დავუბრუნდით. ნუ მოგონებებიდან მერც გავიხსენებდი. რაც პირდაპირ ხსნის ეთიმგურც როგორც პიროვნებას. როცა გადასახლებიდან ჩამოვიდა თავის დამბეზღებელს შეუნდა აპათია. რამხელა რაღაცა. გადასახლებაშიც იყო. ღვთისმიერი ადამიანი. წერს კიდევაც კაცო პოლშის ციხე-მალაო პოლონეთში იყო გადასახლებული. მეფის რუსეთმა გადაასახლა. ბატონმა რეზომ გაიხსენა ცუნუკი დადიანთან ცინუკი აურას მღეროდა. აი ეკი ბედნიერება კიდევ და ვიცნობდიო თურმე ახლოს ვიცნობდი მე კაცო ეს მოგვიყევი თბილისში არისტოკრატიული ოჯახი ცინუკი დადიანი არაჩვეულებრივი რა ვიცნობდიო ხომარა მე სხვა რამეს ყვები ეს ოჯახი მარინა აცხონოს ღმერთმა ჯიქია და მისი და ნანა ესენი არიან დიდი ვალოდია ჯიქიას ქალიშვილები ვალოდია ჯიქია რომელმაც რიოჰესის ელექტროსადგური დააპროექტა დიდი ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელი და ეს ვალოდია ჯიქია გახლავთ სწორედ ის კაცი ვინც რუს პოლკოვნიკს ოპერის თეატრში სილა გაწნა ქართველების შეურაცხყოფისთვის პირდაპირ მიეჭრა და გაწნა სილა 37 წლების რეპრესიებმა შეიწირეს დიდი კაცი მთელი ქართული მწერლობა ფრთებქვეშ ყავდა მკაცსა მოსმული აი ესე მფარველობდა იქ მოდიოდა ცინუკი თავის მეუღლესთან ცოცხალი შესრულებით მისმენდიქვე უბედნიერესი კაცი ვიყავი და ცინუკი დადიანს უთქვამს რომ მე ახლოს ვიცნობდი ეთიმ გურჯსო ბატონმა რეზომ გაიხსენა ეს და ყვებოდა თურმე ეს ნაცნობობა რას ნიშნავდა ეცოდინებოდა იმიტომ რომ ეთიმი 30-იან წლებში კიდე ცოცხალი იყო. კი, 38 წამი ვრჩება და ერთი პატარა ლექსით დავასრულოთ. ნუ, პატარა ლექსით ეს იქნება, რომ ზმანო ჩემნო ჰაოს ქართლოსისაო გატანჯული მოվել დიდი ხნისაო გაყიდული ორ პირმეგობრისაო გამარჯობა ეთიმ გურჯი მოვედი უღრმესი მადლობა აი ეგ არის რომ გვეუბნება ის იმ ქვეყნიდან გამარჯობა ეთიმ გურჯი მოვედი და არც არასოდეს არ წასულა ხო რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ასეთ ლამაზ საღამოებს თავაზობთ ყოველთვის გამომცემლობა მერანი საზოგადოებას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მანანა გორგიშვილი ერეკლე საღლიანი იყვნენ გამოშვების სტუმრები რაღაცნაირად სიმბოლურად დაემთხვა გადაცემის მსვლელობისას მივხვდი ამას რომ სიყვარულზე იყო საუბარი
საუბარი სიკეთეზე იყო საუბარი და შესაბამისად ყველაფერ ლამაზზე და ხვალ მარტის პირველი რიცხვია და გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას, გაზაფხულის დადგომას და გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში რაც შეიძლება დადებითი მოვლენები და დადებითი ისტორიები, დადებითი ადამიანების თანხლებით ყოფილიყოს. უფალს ებარებოდეთ. დიდი მადლობა. კვლავ და კვლავ გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. მე პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.